დილმშვიდობის სამეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ დილიდანვე თავს. ჩემი ყავით მოგესალმებით. თქვენს თუ მივთმევთ, ერთად დავლიოთ ყავა და თან გავიგოთ თქვენი ენერგიები და რა სასიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. სულ მალე გავიგოთ. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. თუმცა იცით, რომ შემდეგ რომ ჩავშლი რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, იმას ბევრ ვარიანტებად ვაკეთებ, ასე ვთქვათ და თუ თქვენი ენერგიები არ დაემთხვა ამას, რასაც ახლა ვიტყვი, შეგიძლიათ იმებს უყუროთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში სულ მალე და ისინი უფრო ძირითადად ემთხვევა ხოლმე. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ძალიან იცით როგორ სიტუაციაში აი უყურეთ თითქოს რაღაცა გააკეთეთ, რაღაცა ბევრი შრომეთ და ახლა იმის შედეგს ელოდებით და მოლოდინი გაქვთ ძალიან მსუყე, ძალიან კარგი. ეს ამას შეიძლება საკმაოდ ემოციურად განიცდით, მეგობრებო, მაგრამ ყველაფერს არ გამოხატავთ გარეთ, ესე შინაგანად გაქვთ ეს განცდები, ეს ემოციები, შეიძლება არც განიცდით, მაგრამ აი ემოციურია თქვენთვის აი ეს მოლოდინი. ამჟამად საკმაოდ ისეთ როგორი სიტუაცია გაქვთ, რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც დაგეგმეთ, რაღაც ახალს იწყებთ, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებულია ეს სიტუაცია, დაპაუზებულია, არაფერი არ ხდება და ხართ აი ამ მოლოდინის რეჟიმში. თუმცა მოლოდინი აი თითქმის დარწმუნებული ხართ, რაც იქნება და იქნება ძალიან კარგი. აი ფინანსების მხრივ, სამსახურის მხრივ, აი ზოგადად რა სტაბილურობა, აი ესე ვიტყოდი ახლა რო არ დავწრულ მანდე, ზოგადად ვიტყვი, რომ თქვენი მოლოდინი არის ძალიან დადებითი, ისეთი მყარი და სუყე, კარგი მოლოდინები გაქვთ. ასევე ვიტყოდი იმას, რომ აქ შეიძლება ვიღაცას თქვენს ადგილზე ქონოდა აი უფრო მეტად ისეთი ნერვიული ფონი, სანერვიულო ხო ხდებით, აი ენერგიულად თქვენს ადგილზე ვინმეს, მაგრამ თქვენ საკმაოდ თავდაჯერებული ხართ, მეგობრებო, მინდა გითხრათ და ამ სიტუაციას უყურებთ სხვა მხრიდან. აი თითქოს სხვა მხრიდან ხედავთ, რომ ეს ყველაფერი უფრო დადებითისკენ წავა. ყველამ თქვენს სიტუაციას მოარგეთ. ვიღაცა პირადზე უყურებს, ვიღაცა კარიერაზე, ვიღაცა ფინანსებზე, ხო? და აი ესე თითქოს აი რაც დარგეთ, იმის შედეგს ელოდებით ახლა, ხო? აი რაც გააკეთეთ აქამდე, იმისი შედეგი ახლა უნდა გამოვლინდეს და ფიქრობთ, რომ აი ეს გამოვლინება იქნება ძალიან სტაბილური და მყარი. ხო? და რეალობასთან მოშორებით არ ხართ, ასე ვთქვათ, საკმაოდ ისეთი სწორად მიდიხართ და სწორად ასრულებთ. თუმცა ეს თქვენი ნიჭია, ასე ვთქვათ, თქვენი ხედვა, თქვენი ნიჭია, რომ შეგიძლიათ რაღაცა რთულ სიტუაციაში, შედარებით რთულ სიტუაციაში დაინახოთ დადებითი და სხვანაირად მიუდგეთ რაღაცა საკითხებს. ეს არის თქვენი ნიჭი, თქვენს იმიტომ თქვი, რომ თქვენს ადგილზე ვიღაცას აქ ექნებოდა სრული პანიკა, დეპრესია. შეიძლება აი ამ მოლოდინის პროცესში თქვენ ძალიან ესე მშვიდად ელოდებით იმას, რაშიც ხართ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებლად მოხდება. კარგი. მოდი გავიგოთ.
ზუსტად გაშლაც ასე დავასახელე, რასაც სიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში მალე და ენერგიებიც ესეთი ამომივიდა თქვენი მეგობრებო. ეს შეიძლება ეხებოდეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნებისმიერ ცხოვრების სფეროს, აი ახლა რაც ვისაუბრე, ამიტომ არ დავაკონკრეტე, რომ ვიღაცა არ ვიცი ვინ რა სფეროზე უყურებთ, ხო? ნებისმიერ ცხოვრების სფეროს შეიძლება ეხებოდეს, უბრალოდ ხართ აი ასეთ ენერგიებში. და ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანის ენერგიებია ეს, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია კონკრეტულ რთულ სიტუაციას, ასე ვთქვათ, პლუსი დაუწეროს, რომ აი ასეთ რთულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ რაღაცა პლუსი აქვს ამ ყველაფერს და თქვენ ეს შეგიძლიათ. კარგი, მოდი გავიგოთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის მალე თქვენს ცხოვრებაში. ეს მეგობრებო უფრო ეხება ემოციებს და ძირითადად უფრო ვიტყოდი არის პირადი ურთიერთობები აქ. თუმცა ასე პირადს არ მივადგები, მაინც პარტნიორული ურთიერთობები ასე ვიტყოდი, სადაც რის გამოც ახლა ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, ბევრს ფიქრობთ, ბევრს განიცდით ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს საკითხი თქვენთვის საკმაოდ სერიოზულია, მეგობრებო, აი ეს პარტნიორული ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს პირადიც და შეიძლება იყოს კარიერა, ფინანსებშიც, ბიზნესში, ასევე სამსახური, ხო? ნუ არ აქვს მნიშვნელობა. აი ამ მხრივ, ამ პარტნიორული ურთიერთობების მხრივ შემოდის სიტუაცია, რაზეც ძალიან განიცდიდით, მოხდება შეხვედრა, მოხდება ერთმანეთის აზრების გაცვლა, მოხდება ის, რაზეც თქვენ განიცდიდით და ნერვიულობდით. ის საკითხი, აი შეიძლება ძალიან იცით როგორი სიტუაცია გქონდათ, აი ძალიან რთული სიტუაციები გაიარეთ, ბევრი ხიდი ჩაგიტყდათ, ასე ვთქვათ, ხო, ერთმანეთთან ურთიერთობაში, ბევრი შეიძლება გეწყინათ, რაღაცა არ გამოდიოდა, იყო პერიოდი, ხო, მაგრამ აი ახლა რაღაც სიტუაცია შემოდის ისეთი, თქვენ და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაში, რომ მიდის ძალიან ნათელი მომავლისკენ და იმისკენ, რომ თქვენი ურთიერთობა იქნება დასტაბილურებული. ყურე, როგორ ვთქვა კიდე, რა შეიძლება რომ ითქვას კიდევ ამაზე. ისევ ერთად იქნებით, თუ ეს სიყვარულს ეხება და ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობას, თუმცა ისევ ერთად იმოქმედებთ, ერთად იქნებით, ერთ აზრზე იქნებით და ეს ყველაფერი, მეგობრებო, წაგიყვანთ ნათელი მომავლისკენ. ანუ იმ ერთმანეთს დაეხმარებით, ასე ვთქვათ, აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. რაშიც ახლა ხართ და შეიძლება ის პიროვნებაც ასეა, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი ორმხრივი ჩანს ყველაფერი, პარტნიორული იცით როგორი ენერგიები მომდის, აი თითქოს ძალიან ბევრი ტკივილი და ტანჯვა გამოიარეთ ამ ურთიერთობაში და აი ახლა ამ პერიოდიდან მოდის რაღაცის განახლება თავიდან თითქოს თქვენი ურთიერთობა უახლოვდება რაღაცა ნათელს და ბედნიერ პერიოდს. აი ესე ვიტყოდი. ბევრი როაღრების საუბრო. და ასევე მოხდება აი იცით რა მომდის კიდევ როგორი ენერგიები თითქოს აი ემოციების გაცვლა, გრძნობების გაცვლა, ხო?
ტკივილის გაცვლა ერთმანეთში, გამოთქმა ამ ყველაფრის რა, აი ესეთი სიტუაცია დაიწყება თქვენს ურთიერთობაში, რასაც შეიძლება აქამდე არ აკეთებდით და ესე ამირან გულშემღერო და იყავით ორივე. ხო. კიდევ რასაც სიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში მალე. მეგობრებო, აქ არის სიტუაცია, იცით როგორი? ახლა, იმიტომ გითხარით, რომ სიგნიფიკაციას რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. ვიზეც რეზონირდება, ხო, კაი, მაგრამ დანარჩენზე ვიზეც არ რეზონირდება, უყურეთ გაშლას, რადგან აი აქ სხვადასხვა ენერგიები მომდის და იმიტომ შლი ეს ერთ კითხვას ბევრჯერ იმიტომ ვამბობ, რომ ბევრ თქვენგანზე რეზონირდეს. აქ არის მეგობრებო ძალიან რთული პერიოდი, რასაც ახლა გადიხართ და უკვე დასასრულს უახლოვდება თქვენი ეს მდგომარეობა. ეს არის უდიდესი იმედგაცრუება, დეპრესია, არ ვიცი ვის რა საკითხთან დაკავშირებით, მეგობრებო, ყველამ თქვენს ცხოვრებისეულ სფეროს მოარგეთ, მაგრამ აქ იყო ძალიან დიდი ემოციური დისბალანსი, ძალიან დიდი მენტალური პრობლემა, ჩაკეტილობა. და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიძლება იცოდით რისი გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ აი თქვენ თითქოს ძალით იყავით ჩაკეტილი, საკუთარ თავს აკავებდით, ასე ვთქვათ რა. გინდოდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ საკუთარ თავს აკავებდით, იმიტომ რომ იცოდით, რომ ეს სწორი არ იყო. არ უნდა გაგეკეთებინეთ ეს და ვიტყვი იმასაც, რომ აი რვიანის ხმლებში, როდესაც ამოდის ადამიანი, კი ვიძახით, რომ ძალიან ესე ბლოკებში, ჩაკეტილობაში, ამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე ესე ვუყურებ ამ არკანს, რომ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ისეთ სიტუაციაში თავის შეკავება და არ მოქმედება, სადაც იცის, რომ არ უნდა იმოქმედოს, ეს არის ძალიან დიდი სიძლიერის მანიშნებელი. თქვენ აი ესეთი სიძლიერე გაქვთ შინაგანი და გილოცავთ, იმიტომ რომ ეს ყველას არ შეუძლია. ძალიან ბევრია თავშეუკავებელი პიროვნება, გინდა ურთიერთობაში და ნებისმიერ სფეროში, იცის, რომ ის ქმედება მას დააზიანებს, დააზარალებს, მაგრამ ვერ იკავებს თავს. აი თუნდაც ქალებს, ბევრ ქალს ჩვევია ასეთი რაღაც, რომ იცის, რომ ისეთ პარტნიორს, რომელიც მისთვის არაფერს არ აკეთებს და მისთვის ტოქსიკურია, იცის, რომ მან არ უნდა იმოქმედოს ქალმა, მაგრამ თავს ვერ იკავებს, რადგან ის არ მოქმედებს, ამან უნდა იმოქმედოს, მიწეროს, მოიკითხოს, შეხვედრა დაუთქვას და ასე შემდეგ. და თქვენ ეს მომენტი არ გაქვთ, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ეს შეიძლება დიდი ემოციების ფასად გიჯდებათ, ეს ყველაფერი აქ ფაქტია. მაგრამ თქვენ მაინც აკრავთ თავი ხელში, მოქმედებებით არ მოქმედებთ. ანუ ადამიანს აჩვენებთ, რომ შეგიძლიათ და სხვისი თვალით თქვენ შეიძლება შინაგანად ინგრევით, მაგრამ სხვის თვალში არ ჩანს ის, რომ თქვენ მისთვის იბრძვით, ამ საკითხზე რაიმეს აკეთებთ და ხართ ერთ ამბავში, არ ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აბსოლუტურად იბლოკებით. აი, ისეთ სიტუაციაში ხართ ახლა, რომ თქვენ თუ არის პარტნიორი, ხო, აი, სასიყვარულო ურთიერთობაში, თქვენი ემოციების ხარჯზე, ყურეთ, შინაგანად კი დაგანგრიეთ ამ ყველაფერმა.
მაგრამ პირიც აიკარით, მოქმედებებით შეზღუდეთ იმის გამო, რომ მიხვდით, რომ იქ არ ღირდა არც საუბარი და არც მოქმედება. აი ეს ყველაფერი სრულდება, მეგობრებო, აი ამ ცოტა ხანში. ძალიან მალე შემოვა თქვენს შინაგან მდგომარეობაში ჰარმონია დაისადგურებს ეს ყველაფერი, მეგობრებო, და ეს შეიძლება იყოს იმის ფონზე, უყურეთ, აი გამარჯვებული გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, მეგობრებო, აი თქვენ რაც გააკეთეთ, აი ამის გამო ზუსტად რომ თავი შეიკავეთ, ხო? იქ სადაც არ ღირდა მოქმედება და საუბარი, კი გქონდათ რთული ემოციური და დეპრესიული მდგომარეობა, მაგრამ აი ახლა ნელ-ნელა გადის ეს სიტუაცია და თქვენს შინაგან მდგომარეობაში ჰარმონია დაისადგურებს. ეს შეიძლება თქვენ ბევრი გააკეთეთ, შეიძლება ამ ყველაფრისთვის ან მედიტაციები ატარებდით, ან ლოცულობდით ძალიან ბევრ, შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანი გყავთ, შეიძლება ან სასულიერო პირი, ან თუნდაც ფსიქოლოგი, ან ტაროლოგი, ან თუნდაც აი ამ გაშლებს რომ უსმენთ, თქვენზე ძალიან დადებითად მოქმედებდა და აი ამ მდგომარეობიდან გამოდიხართ ძალიან მალე, მეგობრებო, გილოცავთ. თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რა სიამოვნო შემოდის თქვენს ცხოვრებაში მალე. აქ რა სიტუაცია იცით, მეგობრებო? უფრო საკითხი, რომელიც ესე თქვათ, არ იყო ჩამოყალიბებული და ბალანსებული, ამის გამო გიწევდათ რაღაცა ესეთი ძალიან ბევრი შრომა და ბევრი რამის კეთება. მეგობრებო, ეს სიტუაცია ესე მოულოდნელად დასტაბილურდება. ჩემი ტელეფონი ჩდება და იმედია მოვასწრებ. მოულოდნელად დასტაბილურდება, მეგობრებო. აქ არ ვიცი, ახლა არ ვაზუსტებ, ხო, ხედავთ აი სფეროებს, რომ ვისთან რა როგორ ვინ რა საკითხზე უყურებთ, მაგრამ ვიტყოდი ასე, რომ აი იმის ფონზე, რომ თქვენ ბევრი იშრომეთ, თქვენ ბევრი აკეთეთ და ახლაც ამ მდგომარეობაში ხართ და ალბათ სულ ასე იქნებით, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი არკანი, რომ აი ერთხელ გააკეთე და მორჩა. თქვენ რაღაცა ნელ-ნელა წინ მიდიხართ, აი ხო გითხართ სტაბილურობისკენ, კი მოგიტან სტაბილურობას, მაგრამ ასევე თვითონ აი თუ სამსახურს ეხება, დაუშვათ რაღაცა ნოლიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა სწავლოთ და უფრო მაღალ ეტაპებზე გადადიხართ. თუ პირებს ეხება, ესეც იგივენაირად, უფრო იცით როგორ შეიძლება აქამდე უფრო ისეთი იყავით ვაიმე ამ სიტუაციაში ჩამოუყალიბებელი, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ახლა უფრო მოდის ზუსტად ეგრო სტაბილურობა და ჩამოყალიბება, რაღაცა ისეთი აი როგორ ვთქვა, იცი როგორ იქნებით, ეს თუ კარიერას ეხება, იქ სადაც მუშაობთ, რასაც აკეთებთ, მეგობრებო, საკმაოდ ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ, მეგობრებო, რომ ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას, ხო? ხო ხვდებით? ეს თუ პირადს ეხება,
კი, შეიძლება თქვენთვის ცოტა ისეთი პიროვნება იყოს თქვენს გვერდით. აი აქ ცოტა ისეთი არკანები ამომივიდა, უფრო მეტად დავაზუსტებ. თქვენს გვერდით შეიძლება იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ცოტა შეიძლება ასაკით პატარა იყოს, ან ჩამოუყალიბებელიც არა, მაგრამ აი თქვენზე ნაკლები, ხო? აი რაღაცნაირად შეიძლება ნაკლები ვიბრაციების ადამიანი, ხო? თქვენ უფრო მეტად ისეთი ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ, მაგრამ აი ამ ადამიანთან რაღაცა სტაბილურობა მოდის თქვენთან, მეგობრებო. შეიძლება ამას დიდხანს ელოდებოდით ორივე ამ პერიოდს და აი აქ რაღაცა ყურეთ დასტაბილურდება, რაღაცა წინ წავა. ხო, აი ეს შემიძლია ვთქვა. კიდევ რა შეიძლება იყოს, აი ვფიქრობ, რომ უფრო ურთიერთობებზე აქვს საუბარი. აი კიდევ რა შეიძლება შემოვიდეს სასიამოვნო თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე. აი ამ ვარიანტზე. ხო, აი მეგობრებო, აქ ნამდვილად რაღაცა სიტუაცია არის, რასაც როგორც გითხარით, დიდხანს ან ელოდებოდით, დიდხანს ფიქრობდით და მუშაობდით ამ ყველაფერზე, მეგობრებო. აი ამ თუ პირად ეხება ეს, ხო, ამ ადამიანთან ერთად რაღაცა ახალს დაიწყებთ, მეგობრებო, რაღაცა ახალ ნაბიჯებს გადმოდგამს, ახალი სიტუაციები დაიწყება თქვენ ორ შორის და საკმაოდ სამართლიანად წავა თქვენი ურთიერთობა. თუ ეს ეხება კარიერას, მეგობრებო, სამართლიანად და სტაბილურობისკენ უფრო აი ამის ხმა მინდა. თუ ეს ეხება კარიერას, აქაც რაღაცას თავიდან იწყებთ, მეგობრებო, რაღაცა მიზნები, პროექტები გაქვთ და სულ თავიდან იწყება თქვენი ანუ ბიზნესი, რასაც თუნდაც ბიზნესი იწყებდეთ, თუნდაც რაღაც სხვა სამსახურში გადადიოდეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. რაღაცას იწყებთ თავიდან, მეგობრებო, რაც მოგიტანთ უფრო მეტ სტაბილურობას ცხოვრებაში. აი ეს სიახლე შემოდის თქვენთან. ბოლო ცოტა ისეთი რაც მთავარია თქვენი გადაწყვეტილებით, აი რასაც ახლა მიიღებთ და რასაც ახლა დაიწყებთ, იქნებით კმაყოფილი, მეგობრებო, იქნებით 7 უფრო მეტად და თითქოს აი იცით როგორი ენერგიები მომდის, რომ ეს თუ არ ეხება პირადს და ეხება კარიერას, ხო, აქ უფრო ისეთი ენერგიები მომდის, რომ კი მართალია, ბევრი შრომა გიწევთ, მაგრამ ამის შედეგს დაინახავთ აუცილებლად, მეგობრებო, და კიდევ რაც აქ უფრო ყურად საღებია, ის არის, რომ აქ რაღაც ყურეთ, ხო არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ემოციებით და გულით მოქმედებენ, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ რა ქვია, გონებით მოქმედებენ, ხო? აი თქვენ შემთხვევაში აქ ორივე ერთად ძალიან კარგად გაქვთ დაბალანსებული, აი ესეთი ენერგიები მომდის. კარგად აბალანსებთ, გონებასაც კარგად იყენებთ და თქვენს ემოციურ მდგომარეობასაც კარგად იყენებთ. აი თითქოს თქვენ როგორიც ხართ, აი ესეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, ემოციური ადამიანი, აი ეს თქვენი მდგომარეობა გადგებათ იქ, სადაც ხართ. და რასაც იწყებთ თავიდან. და ამის მიუხედავად არც
ასე ვთქვათ, აზროვნებას არ კარგავთ და გონებითაც მოქმედებთ ყოველთვის. ანუ გონებასაც იყენებთ და თქვენს ზოგადად ესეთი ფიგურა ხართ, ანუ ისეთი ადამიანი ხართ, რომ ძალიან თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანი, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აი ზოგიერთ ესეთ ადამიანს ბევრი ატყუებს, ბევრი იყენებს, მაგრამ თქვენ ეს არ გეხებათ. თქვენ გონებასაც ძალიან კარგად იყენებთ და საკმაოდ სამართლიანი პიროვნება ხართ. იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, ყოველთვის აი ამ ყველაფერს ერთიანად იყენებთ. აი ეს ცოტა ისეთი ვარიანტი იყო. ვრცელი, რაღაცნაირი, ბევრის მომცველი, ბევრ სიტუაციას რომ ეხება. თქვენს მდგომარეობასაც, იმას, რასაც აკეთებთ, ანუ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია ამ ვარიანტში, მეგობრებო. ხო, და ზოგადი ფონი არის ესეთი, რომ იწყებთ რაღაცა ახალს და ეს თქვენი ხასიათი, ეს თქვენი გონება და თქვენი ემოციური, თქვენი შინაგანი ეს რაღაცა მზრუნველობა ძალიან გადგებათ აი ამ საქმეში, რასაც ახლა იწყებთ. იქნება ეს პირადი, კარიერა, ფინანსები, არ აქვს მნიშვნელობა. ბევრი შრომის ფასად და თქვენი ასეთი ხასიათების ფასად ყველაფერი მიდის სტაბილურობისკენ და რასაც ახლა დაიწყებთ, მთავარი იქნება ის, რომ თქვენი თავი არ დამალოთ. როგორიც ხართ, გამოავლინოთ ის და გამოიყენოთ მთელი თქვენი შესაძლებლობები. აი ამის თქმა არის აქ აუცილებელი, რომ თქვენი გონებაც გამოიყენოთ, თქვენი გული, თქვენი ემოციურობა, თქვენი მზრუნველობა, რასაც ახლა აკეთებთ და იწყებთ თავიდან, ან უნდა დაიწყოთ აი ამ ახლო პერიოდში, აი ამ ყველაფრის გამოყენებით თქვენ მიიღებთ ფინანსურ შემოსავალსაც და სტაბილურობასაც. თუ ეს ფინანსები, რა თქმა უნდა, თუ შესაბამისად, ან კარიერას ეხება, ან ბიზნეს, ან რამე ამ დაგვარ სფეროს. და თუ ეს ეხება პირად ცხოვრებას, აქაც მიიღებთ სტაბილურობას, როდესაც საკუთარ თავს არ დამალავთ და რაღაცა ნიღბებს არ მოირგებთ, მეგობრებო. იმიტომ რომ ადამიანებს მოსწონხართ და წარმატებას აღწევთ მაშინ, როდესაც ხართ საკუთარი თავი. როდესაც ზუსტად როგორც წეღან აღნიშნე, იყენებთ გონებასაც და გულსაც ერთად, აი რაღაცა თანხმედრაში უნდა იყოს თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს შეგიძლიათ, ესეთი ხართ ზოგადად. და რაღაცა არ დამალოთ ეს ყველაფერი და არ შეასხვანაიროთ, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ თქვენი ეს არის თქვენი ძლიერი მხარე და ამით მიაღწევთ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. დაგემშვიდობებით ახლა, მეგობრებო. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და პირადი სესიებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით.